რა განსაცდელიც არ უნდა მოგივლინოს ღმერთმა და რა წინააღმდეგობაც არ უნდა შეგხვდეს. აი რა არის ძალა, რაც აუცილებლად აგაყენებს და წინსვლის საშუალებას მოგცემს. სიცოცხლის სურვილი ალბათ, ის რაც ყველა ადამიანს აქვს. 3 წლის წინ დედაჩემი როდესაც ამ ქვეყნიდან წავიდა, ხო რა თქმა უნდა ძალიან განვიცადე. და არაფრის კეთების სურვილი არ მქონდა. ჯერ მე 18 სეზონზე ვიყავით და არ გქონდა ბოლომდე დამთავრებული სეზონი. რამოდენიმე სერია კიდევ იყო გადასაღები და აი როგორ მივედი, იცი, აი უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ მე თუ არ მივედი იქ, ვერ დავამთავრებდით სეზონს. რაც არ უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში, უნდა იყოს რაღაც მიზანი, რაც აგაყენებს და გაგაგრძელებინებს ცხოვრებას. იმიტომ რომ ცხოვრება ხო გრძელდება. ჩვენ ხო ამ ცხოვრების ნაწილი ვართ. რატო უნდა გამოვაკლდეთ? არ გვაინტერესებს როგორ გაგრძელდება ცხოვრება? ანუ ეს ინტერესი ხო გვაქვს? აი ნეტა რა იქნება ხვალ, ნეტა რა იქნება ზეგ. აი ეს ინტერესი იმდენად დიდია და სურვილი, სიცოცხლის იმდენად დიდია, რომ ჩვენ არა გვაქვს უფლება რომ დავნებდეთ, აი ეს რაღაც ცხვირი ჩამოუშვათ და ვთქვათ რომ მორჩა. ჩემს ცხოვრებას აზრი არ აქვს. კი, შეიძლება რაღაცა პერიოდი ვიფიქროთ ესე. და ეს ნორმალურია, იმიტომ რომ ადამიანები ვართ, ჩვენი განცდები გაგვაჩნია, ჩვენი რაღაცა შიშები, სისუსტეები ძალიან ნორმალურია, მაგრამ ამას არ უნდა გადავყვეთ. ანუ აქედან უნდა გამოვიდეთ, რაღაცა ძალა უნდა ვიპოვოთ ჩვენში და უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება და მე მაგალითად რა ვიცი, რწმენა დამეხმარა ძალიან. დედაჩემის მერე და ყოველთვის მეხმარება. მე მაგალითად ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ყოველთვის, როდესაც მე ღმერთის სიახლოვეს ვარ და აი არ ვშორდები ხოლმე ეკლესიას, აი ეს შინაგანი სიხარულის შეგრძნება ბევრად უფრო ხშირად მაქვს, ვიდრე მაშინ, როდესაც ვივიწყებ ამ ყველაფერს და რაღაცა ჩემი საქმეებით ვარ დაკავებული და თითქოს ეს ყველაფერი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ის. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ეს არის, რომ აი ეს რაღაცა ძაფი მუდმივად შევინარჩუნო, ეს რწმენის ძაფი, რომელიც მე ღმერთთან მაკავშირებს, აი სულ მქონდეს როგორ გითხრა, გაბმული